ბატონი რამაზ ახვლედიანის შემდეგ ჩვენ მოწვეული ყავს ბატონი გივით არგამაძე. ბატონი გივით არგამაძისთვის შეტყობინება იქნა გაგზავნილი, უფრო მეტიც მან პირადად მოაწერა ხელი იმის თაობაზე ინფორმაციას, რომ ჩაიბარა ეს შეტყობინება, შესაბამისად მისთვის არის ცნობილი, რომ ის დღეს 11 საათზე არის მოწვეული კომისიის წინაშე. საჯაროდ მან განაცხადა, რომ ის კომისიის ხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია მას ველოდებით, რომ ის გამოცხადდება და მე ბატონ გივის, რომელსაც შეტყობინება ჩაბარებული აქვს, შესაბამისად ჩვენი ოპერაცია გივი ჩვენ ვართ გივი წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება. ვურჩევ ბატონო გივი მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი. ამიტომაც მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ 8 წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში. როდესაც თქვენ გვემუქრებოდით საქართველოს შვილებს, რომ სულს ამოგხვდიდით. ზოგს მართლაც სამწუხაროდ დაუდგა შავნელი დღეები და სული ამოხადა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ციხეში თუ ციხის მიღმა ქუჩაში დახვრიტეს ხალხი, აწამეს არაერთი ადამიანი და მოხდა ისე, რომ ჩვენ ვინც აქ ვართ და არა მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხლები და ვსვამთ კითხვებს და ვითხოვთ ამ კითხვებზე პასუხს. ამიტომ ბატონო გივი, ბუჩქებში ნუ დაიმალებით, გამობრძანდით, მობრძანდით, დაბრძანდით და აბსოლუტურად ცივილურ პირობებში გაეცით ჩვენს კითხვებს პასუხი. ამაზე მეტი გაფრთხილება მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ეს იყოს რაღაცა ტიპის სადამსჯელო მექანიზმი. საზოგადოებას აქვს კითხვები, კეთილინებეთ და თუ ასეთი უშიშრები იყავით 9 წლის განმავლობაში, ბაჩო ახალაიას, ზურა დეიშვილის და ვანო მერაბიშვილის იმედით და მათ იმედად ახლა მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი. ამის შემდეგ ჩვენ მოусმენთ მოქალაქე კახა დაბრუნდაშვილს. მე საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ მისი